აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის ელჩ შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს. ლევან გალობლიშვილმა ელჩს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და სოხუმის დრამატული თეატრი დაათვალიერებინა. ისტორიული შეხვედრა იყო, რამე თუ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობა 33 წლის განმავლობაში მიმდინარეობს და ამ ხნის მანძილზე მას მე ხვდა წილად, რომ პირველად მთავრობის მეთაურის ფორმატში შევხედროდი ჩინეთის ელჩს, ჩვენ ვისაუბროთ ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე, ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, სპორტის მიმართულება. ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს პრინციპი მნიშვნელოვანია როგორც ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობისთვის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების პრინციპებს. მომავალში ვიმედოვნებთ, რომ გაძლიერდება ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები. სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით ისეთ პროექტებში, როგორიცაა შუა დერეფნის მიმართულებით. მოსაზრებების გაზიარების შემდეგ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არა მხოლოდ აფხაზეთის მთავრობასთან, არამედ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა საერთო ორმხრივი ურთიერთობები გახდება უფრო და უფრო ნაყოფიერი. ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.